Უსახლკარო დარჩენილი მიანაბრეები და 9 მილიონამდე მითვისებული მონეტი დღეს ქრონიკას სამხანაგობა გზანის 90-ის წევრებმა მიმართეს. ეს სწორედ ის სამხანაგობაა, რომლის შესახებ ქრონიკამ სიუჟეტი გასული წლის ბოლოს მომზადა. მაშინ გზანის 90-ის წევრები ირწმუნებოდნენ, რომ 32 კაცისგან შემდგარმა ჯგუფმა 1990 წელს 500.000-მდე მონეტი შეაგროვა და ამ თანხით 3 საცხოვრებელი კორპუსის აშენებას უნდათ. თუმცა ამხანაგობის ერთ-ერთმა რიგითმა წევრმა ბიძინა ივანიშვილმა ეს თანხა მიითვისა. დღეს დაზარალებულებმა უკვე კონკრეტული დოკუმენტაცია მოიპოვეს, რომლითაც ისინი საკუთარ პოზიციას ადასტურებენ. Ამ 1 ჰექტარ მიწის ფართობზე 3 საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენებულიყო. თუმცა მოხდა ისე, რომ ამხანაგობა გზანის 90-ის მიერ შეგროვებული 9 მილიონამდე მონეტი ამავე ამხანაგობის ერთ-ერთმა რიგითმა წევრმა ჯერ ყალბი ოქმის საფუძველზე საკუთარ ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო შემდეგ ეს თანხა ბანკიდან გამოიტანა. ამხანაგობის ამ წევრის სახელი და გვარი ბიძინა ივანიშვილია. ეს ადამიანები უკვე მეოთხე წელია უშედეგოდ ცდილობენ ის თანხები დაიბრუნონ, რომელიც მათი მტკიცებით ბიძინა ივანიშვილმა თაღლითურად მიითვისა. ყველაფერი 1990 წელს დაიწყო, როდესაც 32 ადამიანისგან შემდგარი ამხანაგობა გზანისი 90 ჩამოყალიბდა. მისმა წევრებმა უკანასკნელ დანაზოგს მოუყარეს თავი და 450.000 მონეტი შეაგროვეს. ამ სოლიდური თანხით თბილისში საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა უნდა დაწყებულიყო. ამხანაგობის თავმჯდომარედ თვითონ ლევან დვალი დაინიშნა. მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა, რომ ის იმ დროისთვის დამწყები ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილი იყო. გზანისი 90-ის წევრები ამტკიცებენ, რომ პირველი 9 მილიონი ახლანდელმა მილიარდერმა სწორედ მათი მოტყუებით იშოვა. ჩვენ 80.000 და 60-40.000 გვაქვს შეტანილი. თითქმის 9 25 და 30% ყველა შეტანილი აქვს. ჩვენ გვგონია ეს ფული გაყინული სახელმწიფოს მიერ და გაიტანა პიროვნებამ. სახელმწიფოს ვერაფერს თქო. სახელმწიფო გვეუბნება, რომ მიწადა ეს მოსთხოვეთ ვიც გიშენებდა და ვისთანაც ხელშეკრულება ჰქონდათ. ხუთი ეს კაცი არ გუკარება. იგდება ხალხს უკეთილობას და გულუფრენობას და ჩვენ ასე გავწევთ. ჩვენ აი 32 ამხანაგობის წევრი, რომელიც თვითონ იყო და მაგის ძმა იყო და მაგის და ყველა ამხანაგობის წევრი იყო და ის ნათესავი მისი დვალი ლევანი. გზანისი 90-ის წევრებმა პირველად ქრონიკას გასული წლის ბოლოს მიმართეს და საკუთარი გასაჭირის შესახებ უამბეს. თუმცა მაშინ ამხანაგობას საკუთარი სიტყვების დოკუმენტურად დამტკიცება არ შეეძლო, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის თაღლითობის დამადასტურებელი საბუთების სანაცვლოდ მილიარდერთან დაახლოებული ერთ-ერთი პირი მათ სოლიდურ თანხას $50,000 თხოვდა. მაგის სოფლელი იყო, ერთი არ წევრი იყო, არაფერი, მაგის სოფლელი ისე შეხვედრა მოგვიწყო, ხოდა მე 1,000 მონეტი იმას გაატა. იქა ცალკე ვეძებთ, ყველაფერს გვემალება და იმ რაღაცა ჩანაწერები აქვს და ეს აფიობრი ჩანაწერები რომ მოხდეს $50,000 მოითხოვ ამ ვიღაცა მაიმ. ძალისხმევის შედეგად გზანისი 90-ის წევრებმა იმ დოკუმენტაციის მოპოვება შეძლეს, რომლის მიხედვით ბიძინა ივანიშვილმა ბიძაშვილ ლევან დვალთან ერთად გამგეობის ყალბი ოქმი შეადგინეს. ამ ოქმს პირველად ქრონიკის მაყურებელი ხედავს. მასში აღნიშნულია, რომ თითქოს გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამხანაგობის კუთვნილ თანხებს გზანისი 90 ივანიშვილს ჩუქნიდა. ეგ ოქმი, რომელიც თვითონ ოქმია და მარტო ფუცელი ერთი გვერდი, ხელის მოწერა დანარჩენების არ არსებობს, ვისაც აბრალებს ის იმის მიხედვით ყალბია და ხალხი თავს ეკლავს ჩვენ ამ კრებაზე არ ყოფილიყო. თუ დაუშვათ იყო კრებაში ხომ ყოფილიყო 9 მაინც 2,000 მაინც. არაფერი კრება არ ჩატარებულა. ანდა ვისული დათანხმდებოდა ფულის ასე გატანას. ანდა ვინ რომელია ესეთი კაცი რომ ფულს გავატნევ და უკან მოთხოვ. ყალბი ოქმის გარდა გზანისი 90-ის წევრებმა ის ჩეკიც მოიპოვეს, რომლითაც ივანიშვილის მიერ ბანკიდან 450,000 მონეტის გატანა დასტურდება. ჩეკის ასლზე, რომელიც ქრონიკას ამხანაგობის წევრებმა მიაწოდეს ჩანს ბანკის და ბიძინა ივანიშვილის მოწერები. სავარაუდოდ ივანიშვილი ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს ჩეკი ქრონიკას ჩაუვარდებოდა, ამიტომ მისი პასუხი ჩვენს შეხვედრაზე დღეს ასეთი იყო. შეიძლება გამგეობა და გამგეობის არსებული რამდენიმე სოციალიზაცია და პირად ანგარიშზე. რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ფულის მოძრაობა არ ყოფილა. მართალია ივანიშვილი ამტკიცებს, რომ მას ამხანაგობის კუთვნილი 450,000 ბანკიდან არ გაუტანია და ის უბრალოდ საკუთარ ანგარიშზე გადაიტანა, თუმცა ქრონიკის მიერ მოპოვებული საბუთების საპირისპიროზე მეტყველებს.
ქრონიკაში ჯერ კიდევ გასული ბოლოს გასული სიუჟეტის შემდეგ წანისის 30 წევრებმა უკანასკნელი შანსის იმედად ბიძინა ივანიშვილის წერილი წერეს, რომელშიც მილიარდერს ითვისებული თანხების უკან დაბრუნებას თხოვდნენ. მას შემდეგ 4 თვე გავიდა, თუმცა ივანიშვილმა პასუხისგაცემა არც შეისურვა. 14 აპრილს შევიტანეთ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ხდება. დღემდე არანაირად ამდენელია არის ხავს დამშავეთ ჩვენს წინაშე და არც არბევს. არაფერს გასაგებს. ამას ოფიციალურად თვითონ არ გულობს. იმის დასუსურშია რაღაცა ჩაკეტილი ამ კაცის სიახლოვეს ვერ გაიყარა. მაინც საბუდოზე თვითონ ოფიციალურად ადვოკატის გაუგნებია. აუჩის ასეთი ქრწანისის 30-ის მოწმობულმა წევრებმა საგანგებო წერილით ბეჭდურ მედია საშუალებებს მიმართეს, თუმცა ამხანაგობის წევთკიცებით პირად საუბრებში მათ გამარტეს, რომ საგაზეთო მედიის დიდი ნაწილი არაფორმალურად სწორედ ივანიშვილს ეკუთვნის და შესაბამისად მილიარდერზე კრიტიკული მასალის დაბეჭდა შეუძლებელია. ამხანაგობის 32 წევრი პრობლემით ამ დროისთვის კეთილმოწყობილი საცხოვრებლები უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი, წარწმეული ოცნების დაბრუნების იმედად ამ დრომდე ნახირავი ბინებში ცხოვრობენ.